გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი, ეს ძალიან დაგვეხმარება. ჯობათ ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა რომ წარმატება გისურვოთ. მე ვარ ლევან ხაბალაშვილი, კლუბის ძალისას წარმომადგენელი. ჩემი კლუბის სახელით მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ ჩავატარებთ ნადირობას სტაცებელზე. ჩვენთან ერთად ინადირებს დღეს კლუბი ვეფხი და მოყმე. დიდი მადლობა კლუბ ვეფხი და მოყმეს რომ გვეხმარება. კიდევ დღეს ინადირებს ჩვენთან ერთად ნადირობა არხი. მივესალმოთ წარმომადგენლებს ბატონ გოგა კვერნაძეს და მარლენ ფეიქრიშვილს. და მინდა გითხრათ რომ დღეს ჩვენთან ერთად იქნება კიდევ ვინც არ იცით, თევზაობა და ნადირობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი თემურ ყემალაძე. მივესალმოთ ბატონ თემურ. წარმატებები მინდა გისურვოთ კიდევ და ინსტრუქტორს დღეს ჩაგვიტარებს ბატონი თემური. მოდი ესე დავიწყოთ რა. პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის ძალიან დიდი საქმე ჩვენ რასაც ვაკეთებთ. არა მარტო ნადირობისთვის იმით, არამედ ხედავთ რამდენი ხალხი არის და ეს არ არის პირველი ნადირობა. ეს არის უკვე ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში და ამას მე მივესალმები ძალიან. შეიქმნა რამდენი ბლომად კლუბები უკვე. ესე იგი ეს არის კულტურა, ეს არის ინტელექტი, ეს არის რა ვიცი, ყველაფერი, რა გაერთიანება ხალხის და სწორი ცხოვრება. აი კაცები შევიკრიბეთ, კაცები და ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ეს არის მიზეზი ჩვენი ნადირობის და ახაც არის დადებითი ბევრი რამე, იმიტომ რომ უნდა გამოვხშიროთ. ალბათ ყველა მიცით და ჩვენ უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა რომ არანორმალური რაოდენობის დაცებელია ყველგან მთელ საქართველოში და იყო მიშვებული ყველაფერი. ჩვენ ამას უკვე ძალიან რბილად და ძალიან კაცურად მივუდექით. გავაკეთეთ შესწავლები სად არის, რა არის და აი ესეთი შეძახილებით მივდივართ სულ ყველგან, სადაც კი ჩვენ ვთქვათ უნდა ამოვიღოთ დაცებები. მაგრამ ამას რატო ვიღებ ჩვენ? ჩვენ დავიწყეთ ფრინველების გაშვება. კაკაბი, ხოხობი, გნოლი. ჩვენ თუ ამას ესე გაუშვებდი და უშვებდი თავიდან ბრმად, ესე იგი პირდაპირ საკვებს უგზავნით დაცემლებს, ხო? და ამიტომ ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვართ შემოდგომისთვის ვამზადებთ ადგილს, რომ ნაკლები დაცებელი იყოს და აქ იყოს კეთილშობილი ფრინველი თუ ნადირი თუ ყურძღელი თუ რაღაც. მე მინდა მადლობა უთხრა, ჩვენთან არის ბატონი ნიკა ჩხეტიანი, ფონდი ქართუს დირექტორი, ვისი მადლითაც მოდის ეს ფრინველები ჭორვილის საშენიდან. ეს არის ეროვნული საქმე, ძალიან დიდი. ეს მონადირეებმა კი არა, თელმა ქართველმა ხალხმა უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ეს. წარმოგიდგენიათ, მილიონებია დახარჯული, რომ ბუნებას დაუბრუნოს ჩვენ გარეული ფრინველები. ესეთი რამე არ ხდება არსად. ესე კომპაქტურად, აი ესეთი მრავალფეროვნებით. თურქეთში არის, სადღაც არის რაღაც ხოხბების საშენი, რაღაც, მაგრამ ესე კომპლექსურად არ არსებობს. ამიტომ ბატონ ნიკას მივესალმო და მადლობა მინდა გადავხადოთ ქართულ ფონდს
ამ დიდი საქმისთვის. ესევე მინდა მე დიდი მადლობა უთხრა გარემო ზართვის სამინისტროს. იმიტომ რომ ეს არის ხარში დგომა ჩვენთან. თამამად დავდივართ. და არ გვეშინია თოფით გამოსვლა გარეთკენ. ეს მოწესრიგდა, ეს პატარა საქმე არ არის რა. და სააგენტო ველურგულების სააგენტო შეიქმნა სპეციალურად, იმიტომ რომ დარეგულირდეს ნადირობა. ჩვენ ვისწავლოთ ნადირობა. სწორად მოვიყავთ ბუნებას, მართოთ ბუნება და ჩვენც ვისიამოვნოთ, ამით დავზაროთ მომავალი მეტი კულტურით, მეტი სიყვარულით ბუნების მიმართ, ქვეყნის მიმართ. ეს ყველაფერი ხო ჩვენ ქვეყანაში ხდება, ჩვენ კუთხეებში ხდება და ამიტომ მაგას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მე ვფიქრობ, რომ ბევრია კიდე საკეთებელი, რომ ჩვენ სრულყოფილად მივიდეთ. და ამასაც გავაკეთებთ რა ძალიან როგორც წესი ეს დამკვიდრებული არის უკვე ყველა ნადირობის წინ ჩვენ ვაკეთებთ ინსტრუქტორს ესე იგი ნომრებზე სანამ დავდგებით ყველანი თავისუფალი თოფებით ვიქნებით გადახსნილი თოფებით თუ ორლულიანი არის დგებით ნომრებში და სარეკის დაწყების დროს ვიღებთ ესე იგი მუხტავთ თოფებს ჩვენ გვექნება მიმართულება, საიდან მოდის სარეკი, ყურადღება ერთმანეთის მიმართ, არავითარ შემთხვევაში გვერდზე გასროლა. მხოლოდ წინ რაღაც აი ესეთი გრადუსით. დავაკვირდეთ, სანამ ნადიდი არ გამოვა და თვალსაწყიერში არ არის, არავითარ შემთხვევაში სროლა, იმიტომ რომ შეიძლება ძაღლი გამოვიდეს, შეიძლება რა ხდება, რავი, შეიძლება ვიღაც დადის ტყეში და გამოვიდეს. ამიტომ ესეთი ყველაფერი უნდა დავიცვათ ჩვენ, რომ პირველი რაც არის ნადირობაში, ეს არის უსაფრთხოება. ეს უნდა გავითავისოთ უყველამ, უნდა შევიხსისხოთ და ესე ვაკეთოთ. ეხლა გისურვებთ წარმატებულ ნადირობას უყველას. ვფიქრობ, რომ კარგით გეგვექნება, უკვე კარგი არის, რაღაც ჩვენ ვართ ერთად, მაგრამ იქნება კიდე უკეთესი რა. დიდი მადლობა ბატონო თემო. თუ მონადირებული იქნება მკაცებელი, ფეხზე მოაბათ ან სადმე მოაბათ, შეარჩევთ და გამოათრიოთ, რომ გადავიღოთ პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვანი რა, ეცადეთ რომ ხელი არ მოკიდოთ უსაფრთხოებიდან გამომდინარე რა, მოსალოდნელია რომ იყოს წოფიანიც. ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ რა. ხო, ერთი მინდა, ეხლა ჩვენთან არის ერთადერთი ქალბატონი. ქალბატონი მანანა რომელიც ჩვენ სიყრმის მეგობრები ვართ, მთელი კავკასიონი გვაქვს შემოვლილი ერთად, ყიზლარში ერთად ნავყოფი, ნადირობდით ერთად. მივესალმებით ქალბატონო. ის არის ჩვენთან ჩვენი ბარველი რა. აი, წარმატებას გისურვებთ. წარმატებები ყველას. რა შვებით? აი, დავიზარით გიგა. ეხლა ესე იგი დავიდარკერ თავარი შემინდოთ. რამდენი კაცი საით? ხო. 20 ადამიანი ვინც დაიყვანს. ქვემოთ რამდენი 9 კაცი გვინდა ქვემოთ, ხო? 9 კაცი გვინდა ქვემოთ, 6 კაცს გადაიყვან იმ ხევში, 7 კაცს და აქეთ გრჩება 28 კაცი, ხო? გიგას გაყვებიან ზალისის ჯგუფი, მე გამომყვება ვეფხი და მოყმე. ხო, არა, ჩვენ ბიჭებს გაუნაწილე ეს რაცია. ხო და ჩვენ ბიჭებთან გაანაწილეთ ეგ რაცია. ხო, მანქანებით მივიდეთ. არა, ბატონო მარლე. მანქანებით მივიდეთ მაქსიმალურად იქამდე და ისე ჩავიდეთ. შეიძლება ნაკლებით მივავთ, იქ გავაჩერეთ ახლოსნურად რა. და მე ლევანს მიყვებით და დავყვებით. ხო, აი მანქანები რო დავა, ხო გამოყვებით. აბა საიტმა დავკეთე. ნურაით გადავა? ლევანი სარეკი არის ის. მე დაბლა ვარ ჩასული სუბოლონდე სარეკი საიდანაც დაიწყო იქ ვარ ჩასული. ლევან გაიმეორე. მე დაბლა ვარ ქვემოთ ჩასული სარეკი საიდანაც დაიწყო იქამდე ვარ ჩასული. ხო და აქ მე გავისროლე ახლა ზაღლები გაშვებულები არიან და დაძდევენ. მაგ ხევშიც დაძდევენ და აქეთ უკანა ხევშიც დაძდევენ, მაგრამ ზემოთ არ ამოდიან რატომღაც. აქ ჩვენთან იყო რაღაცა პატარა დენავა, შენი გასროლა გავიგე, სარეკის ბიჭების გასროლა არ გამიგია.
მაღლა არ მოხალთ საერთოდ. ჭუაკი არის ნადირი ხა მორჩებით აქ ნადირობას უბრალოდ ძაღლები რო გაუშვეს ქვემოთ გადაიყვანეს და სოფლისკენო და ეგ ვერ მივხვდი როგორ მოხდა მაგრამ გავარკვევთ სავარაუდოდ ნადირობა მორჩა ლევან გესმის ლევან ეს კიდე დევნაშია აქ ჩემ პირდაპირ დასწრებს ხადა ჩემს პირდაპირ ბიჭო, აქ მეთქი ძმაო, ჩვენთან არ გადმოუტარებია მე. ბიჭო, ჩვენ წინ იყო ძმაო და ჩვენ სადაც ვიდექით, აი ჩვენ უკან იმენა არა ყოფილი. არა ძმა. ხო და ნახე, მამუკა იქიდან მე იქა და აი იქ როგორ უნდა დამენახა. მაგრამ მე წინ უყურებდი ძა. ან მეორე ხო. ო მაგრამ აქაც ბიჭები იდნენ და აქაც ბიჭე. არა, ნახე, აი იქ ბიჭები იდნენ. არა, აი ბუჩქები. აგე იქ ხო. მაგა დაადეს, მაგრამ აი ჩამოვიდნენ ძაღლების ხება. გიგა, ეს მის ჩემი ხმა? შენ და სოსო ერთად ხარ? აი ბუჩქეზე. კიოდა რა ეს ხო იმიტომ რომ კვალზე აი იქვე ყავდა დაიწყეს დევნა დაიწყეს და წამოვიდნენ ჩემსკენ მაგრამ რო წამოვიდნენ ჩემსკენ ნადირი არაფერი არ გამოსულა იმიტომ მე მაგარ ადგილას ვიდექი გორაკსაც ვაკონტროლებდი ჩემ თავზე კიდე ბიჭი იდგა აქეთ ამას ვაკონტროლებ და კიდე ერთი კაცი იდგა მაგაზეს არაფერი არ იყო და გამოვარდნენ ეს ზაღლები კასტრამები ყებდნენ მარტო ეს ლეკვები დანარჩენს ხმა არ მოუღია ჩუმად გაიარეს გამოია ორჯერ სამჯერ მოვიდნენ ჩემთან მაგრამ ეს კასტრამები რაღაცა კვალს გაყვენ სავარაუდოდ აისტურა იყო მე ქვევით რომ მოკტა იმიტომ ორი გასროლა გავიგე სარეკი ხა მოგითხავ ჩუმად მოდიოდა არა ისროდა სარეკს თავიდან ვაფშე ანუ სარეკი სარეკი გაჭირდა მაგის გამო ხო მაგრამ მე რო წამოვიდა ქვევიდან რომ მოვაფასე ახლა რო გადმოვიდა სროლით მოდიოდა ხელახლა დაიწყო სარეკი პრეტენზია რაც უნდა გაიგებინა მე ვერაფერს ზაღლები რო გადმოვიდნენ სროლით მოდიოდა შეძახილი კი რა მოხდა კიდე სავარაუდოდ ის სამყარო ზაღლები პირდაპირ ტურა იმას შველს დააჭდნენ და აი მაგან არია სიტუაცია აი მაგან არია სიტუაცია ამიტომ არ დაგაგუშვა მე რა გითხარი გაიხსენე გოგა არა აქეთი გაუშვით აქეთი ის არ იყო გაშვებული აქეთი გაუშვით მაგრამ ეს ზაღლები რო იქით გადავიდნენ სხვა გზა არ იყო ის ზაღლებიც მაგიტო გაუშვით მაგრამ ეს გაიხსენე რა გითხარი შიდა დევნები იქნებოდა ეხა ეს კასტრამები რომლებიც დაძდებდნენ ეგენი არიან ლეკვები ანუ და გამოსტილი ძაღლი იმიტომ იმ გამოცდა შველიციც და გაყვა ეგრევე შველს აი ერთი ანგლო-რუსკი გამოვიდა ორი პეგი რუსული გამოვიდა და დანარჩენი იყებდნენ მარტო კასტრამები რა